რას ფიქრობ ილიას ბოლო ბრძოლაზე? არაჩვეულებრივი იყო. უბრალოდ წარმოუდგენლად დაუჯერებელია ეს ბიჭი. ყოველთვის წარმომედგინა და ვიცოდი, რომ ის დიდი ვარსკვლავი გახდებოდა, მაგრამ გაგაოცათ მისმა დომინანტურობამ. კი, ნამდვილად. სანამ ეს რეალურად არ მოხდა, ამ დონეზეც ვერ წარმოვიდგენდით. ბიჭი ამბობს რაუნდს, ამბობს ბრძოლის დასრულების მეთოდს და ის ამას აკეთებს. მით უფრო ისეთ ტიპებს აფინიშებს, როგორებიც არიან ვოლკი, ჰოლოვეი და ახლა ჩარლზი. მიგაჩნია, რომ ილიას აქვს პოტენციალი მაკგრეგორის დონის სუპერვარსკვლავი გახდეს? ეს არასდროს იცი. ფაქტია, რომ უდიდესი სტარი უკვე არის. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს ერთ წელიწადში, თუმცა ვარაუდობთ, რომ წლის განმავლობაში ისეთი პლატფორმებიდან დავიწყებთ მაუწყებლობას, რომლებიც უფრო გლობალური და ინტერნაციონალური იქნება. ილიასა და პედი პიმბლეტის დაპირისპირებას აქვს პოტენციალი, რომ ხაბიბი მაკგრეგორის დონის გაყიდვები დადოს. რა სიტყვი ამაზე? არ უარყოფ, მართლაც უდიდესი ჭხუბი იქნებოდა. ესაა ბრძოლა, რომელიც ფანებსაც უნდათ. არ ვიცი, ვნახოთ, ხალხს პედიზე ცუდის თქმა უყვარს, მაგრამ ის UFC-ში დაუმარცხებელია. და როცა იგებს ძალიან მაგრად. კიდევ ერთი უდიდესი ბრძოლა ილია ისლამის წინააღმდეგ იქნებოდა. ისლამი ავიდა ზედაწონაში და თუ მოიგებს ტიტულს, აუცილებლად ილიასთან უნდა ჩავნიშნოთ ეს სუპერ ბრძოლა. დამოკიდებულია ეს ისლამის გამარჯვებაზე? ერთი აიჯდა და ილაპარაკო იმ ბრძოლებზე, რომლებიც ჯერ არ ჩატარებულა. ეს მედიას უყვარს. მე ჰიპოთეტურად არ ვსაუბრო. ჩვენ გვაქვს ვარიანტები, რომლებიც გარკვეული სცენარის მიხედვით განვითარდება. მაგრამ არასდროს იცი რა მოხდება. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჯონსი ასპინალი შედგა, თუმცა ხედავთ რაც ხდება. არ მიყვარს ესე ჰაერზე საუბარი.